მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ანზორ მექობრიშვილმა შესაძლოა კარიერა იტალიის ჩემპიონატის გუნდ ჯენუაში გააგრძელოს. ინფორმაციას კლუბთან დაახლოებული სააგენტო კალკიო გენუა ავრცელებს. სააგენტოს ჟურნალისტმა სანდო წყაროზე დაკნობით დაწერა, რომ ჯენუაში მექობრიშვილის ტრანსფერის პირადად კლუბის ახალი რუმინელი მფლობელი დენ შუკუ არის დაინტერესებული, რომელიც თითქმის მთელი ცხოვრების განმავლობაში რუმინეთში მოღვაწეობდა და ადგილობრივ საფეხბურთო ცხოვრებაშიც აქტიურად იყო ჩართული. ახალგაზრდა ქართველი კლუბისთვის ხელმისაწვდომი ღირებულებისაა. ის რუმინეთის ჩემპიონატში თამაშობს და ფართო საზოგადოებისთვის უცნობია. ის თავისი პროფილით შესაძლოა იტალიური კლუბისთვის შესაფერისი ვარიანტი იყოს, ნათქვამია კალკიო ჯენუას სტატიაში. ანზორ მექობრიშვილი კრაიოვს 2023 წელს თბილისის დინამოდან 750,000 ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და დღემდე რუმინული კლუბის მაისურით 34 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 1 გოლისა და 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ინგლისის ჩემპიონშიპის 25 ტურში ქეპენამ შინ უოტფორდი 3-1 დაამარცხა. 2-0-ზე გიორგი შაყვედაძის გარღვევისა და საგოლე პასის შემდეგ გერმანელმა კვადობამ სხვაობა შეამცირა. უოტფორდის მთავარმა მწვრთნელმა ტომ ქელევერიმ შაყვედაძეს სასტარტოში შეუცვალა და თამაშა. ქართველმა შემტევმა 92 წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო. იგი ამ სეზონში ჩემპიონშიპის 24 მატჩი მეოთხედ გააფრთხილეს. უსქორდის მონაცემებით უოტფორდში შაყვედაძე საუკეთესო იყო. ქელევერის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ მან დაიმსახურა. სოფასკორმა მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად შაყვედაძეს დაასახელა და 8.2 შეფასებას დაუწერა. ასევე გეტყვით იმასაც, რომ ტრანსფერმარკეტზე საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და უოტფორდის ფეხბურთელის გიორგი შაყვედაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა. კერძოდ შაკვეს ფასი ბოლოს 24 მაისს განახლდა და 2.5 მილიონ ევროს შეადგენდა. ახლა კი მისი ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს. გიორგი შაყვედაძემ ჩემპიონშიპის მიმდინარე სეზონში 24 მატჩი სასტარტოში დაიწყო. მის აქტივში 2 გოლი და 5 საგოლე პასია. თუმცა რეალურად უფრო მეტი საგოლე გადაცემა ექნებოდა თანაგუნდელებს მის მიერ შექმნილი საგოლე შანსები რომ გამოეყენებინათ. უოტფორდმა 24 მატჩში 37 გოლი დააგროვა და ამ მომენტისთვის ჩემპიონშიპის მერვე ადგილზეა. საუკეთესო 6 წელს კი მხოლოდ 2 გოლით ჩამორჩება. ტურის მიმდინარეობისას კი შესაძლოა სასტუმრო ცხრილში ცვლილებები იყოს. სობილმა იტალიურმა ჟურნალისტმა რაფაელ აურიემამ ნაპოლესა და ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა. მისი თქმით, ქართველმა სასტარტო შემადგენლობაში არ უნდა ითამაშოს. ჟურნალისტის მკითხების კვარაცხელია რთულ მდგომარეობაშია. კვარა თუნერეში კონტე რთული არჩევანის წინაშე იქნება. ერთი მარტივი მიზეზის გამო. წლის დასაწყისში მან საჯაროდ განაცხადა კვარას შენარჩუნების სურვილზე. კონტემ თავის წარდგენაზე თქვა. კვარაცხელია აქედან არ წავა და სავარაუდოდ სწორედ ამ გადაწყვეტილებამ დააფრთხო ზოგი პოტენციური მხედველი. ედოლმა იფიქრა, თუ კონტე ამბობს, რომ კვარა არც აწავა, ეს ნიშნავს, რომ კვარას ფასი დაიწევს, თუ ის თამაშს გააგრძელებს. თუ ნაპოლის უნდა რომ კვარაცხელიას მაღალი ფასი შეინარჩუნოს, მან არ უნდა ათამაშოს, რადგან ბევრი თამაში მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ კვარა რთულ სიტუაციაშია. სასტარტო შემადგენლობაში მისი ადგილი არ არის. როცა ყავს ნერეში ჯობია ის ათამაშო. არის ასევე პოლიტანო, რომელიც შედეგიანობით ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა. შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის მოშუშების შემდეგ ხვიჩა ნეაპოლური გუნდის სასტარტო შემადგენლობაში პირველად ვენეციასთან თამაში გამოჩნდა და მოედანზე 75 წუთი გაატარა. ქართველ ფეხბურთელს შანსები ჰქონდა, მაგრამ მოედანის საგოლე მოქმედების გარეშე დატოვა და ნაპოლი მისი გასვლის შემდეგ გაიტანა. აღნიშნულ საკითხზე ცნობილმა იტალიურმა მწვრთნელმა და ლაციოს, პალერმოსა და ფიორენტინას ყოფილმა დამნიგებელმა დელიო როსიმ რადიო მარტესთან ინტერვიუს დროს ისაუბრა და განაცხადა, რომ მხარეებმა კონტრაქტთან დაკავშირებული გარემოებები მალე უნდა მოაგვარონ. ფიქრობ, კლუბმა ქართველთან დაკავშირებული საკითხი მალე უნდა მოაგვაროს. ან კონტრაქტი გაახანგრძლივოს, ან გაყიდოს. მის გარშემო შექმნილი ვითარება არავის აწყობს, არც კვარას და არც კლუბს. ახლა ქართველს აქტიურად დადარებენ ნერეშს და ბევრი იძახის, რომ ბრაზილიელი მასზე უკეთესია. ამან კი კვარაცხელიას გადაწყვეტილებაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს. მისი გაყიდვა ან კონტრაქტის ახანგრძლივება არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხის მოყოლება. ამით სიმშვიდეს მოიპოვებს როგორც კვარაცხელია, ისე კლუბი. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლიში 2022 წლის ზაფხულში გადავიდა.
და ოფიციალური მონაცემებით მისი ხელფასი 1.5 მილიონი ევროა. ქართველმა ფეხბურთელმა კლუბის მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 107 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 30 გოლითა და 24 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. კეთვით იმასაც, რომ ცნობილმა სტატიკურმა სააგენტომ SofaScore-მა იტალიის სერიას 2024 წლის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. ნაპოლის ქართველი ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კი საუკეთესთა შორის მოხვდა და კვარას ტოპ 11-ში ვხედავთ. SofaScore-ის მიხედვით 2024 წელს კვარაცხელია საშუალო შეფასება 7.42 გახლდათ და იგი შეტევაში მარკუს ტურამის გვერდითაა. ხვიჩა ნაპოლის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც სტატიკურმა სააგენტომ წლის სიმბოლურში შეიყვანა. ლიონის ქართველი ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე რამდენიმე კლუბის რადარზე იმყოფება. ბოლო პერიოდში ყველაზე აქტიურად გალათასარაის ინტერესზე იწერება. რამდენიმე წუთის წინ ფანტიკალმა ლომების გეგმებთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტული თურქული გამოცემა ირწმუნება, რომ ლიონმა სატრანსფერო თანხა გადარდა. აქამდე ფრანგული კლუბის თანხა 20 მილიონი ევრო იყო. ახლა კი 5 მილიონით მეტის მიღება სურს. ლიონის გაზრდილმა მოთხოვნამ გალათასარაის ზომების მიღება აიძულა. ფანტიკალის მიხედვით ლომებმა ფრანგულ კლუბთან შეხვედრა ჩანიშნეს, რომელიც ამ კვირაში გაიმართება და თუ საერთო ენა არ გამოინახა, მიქაუტაძეს სატრანსფერო საგას წერტილი დაესმება. გალას ალტერნატიული ვარიანტი უკვე შერჩეული ყავს და პავლო დებალას გადაყვანაზე ფიქრობს. ცნობისთვის მიქაუტაძეს ლიონთან კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება 18 მილიონი ევროა. გალათასარაის გარდა ქართველი ფეხბურთელი მარსელს, ლევერკუზენს, ევერტონს, იუვენტუსს, ბოლონიას და რომას დაუკავშირეს. თუმცა სანამ შემდეგ ნიუსზე გადავიდოდეთ, მინდა მოგიყვეთ ჩვენი სპონსორის Golden Future-ის შესახებ, რომელიც ეხმარება ფეხბურთელებს პროფესიონალურ დონეზე სათამაშოდ. თითოეულ ფეხბურთელს აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი კოვაჯი, სადაც თავისი ჰაილაითები იქნება ნაჩვენები. Golden Future კი დაგიმზადეთ პროფესიონალურ დონეზე დამონტაჟებულ ვიდეოსა და თქვენ პირად საინფორმაციო ფოტოს მსგავს სტილში. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ თუ თქვენ გამოიყენებთ ჩვენი არხის პრომოკოდს საფეხბურთო ნიუს 128-ს, კომპანიისგან მიიღებთ 25%-იან ფასდაკლებას. Golden Future-ის TikTok და Instagram გვერდების ლინკი იხილეთ აღწერაში. მიმდინარე სეზონში ვალენსია საშინელ ფორმაშია და ბოლოს წინა ადგილზე იმყოფება. ამ შედეგის გამო გუშინ დაკავებული თანამდებობიდან რუმენ ბარახა გაათავისუფლეს. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო იუწყება, რომ ღამურებმა ახალი მწვრთნელი შეარჩიეს. ვალენსიას ახალი დამლიგებელი კარლოს კორებერნი იქნება, რომელიც ვესტ ბრომოვიჩს წვრთნიდა. ესპანურმა გუნდმა მის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა 3 მილიონი ევრო გადაიხადა. რომანოს თქმით, მხარეებს შორის 3 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა და მას ოფიციალურად მომავალ 24 საათში წარადგენენ. ცნობისთვის 41 წლის ესპანელი სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე მეკარა იყო და პირველი საფეხბურთო ნაბიჯები ვალენსიაში გადადგა. სხვადასხვა დროსის ოლიმპიაკოს, ლიდის 23 წლამდე გუნდს, დოხასა და ემის წვრთნიდა. ვესტ ბრომში კი 2022 წელს დაინიშნა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.